საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისგებლობასა და საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ გამოიკვეთა ტექნიკური საკითხების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ნაწილით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო განმარტებას ან კანონში მცირედ ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს. ამ მიზნით სამუშაო ფორმატში შეხვედრები ისევ გაგრძელდება. Zadvart იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ იმისთვის, რომ რეფორმა სწორად განხორციელდეს, სწორად განვითარდეს და შესაბამისად კერძო სექტორმა მიიღოს ის ხარისხობრივად გაუმჯობესებული პროცესები, რომელიც ერთის მხრივ თვითონ სექტორს წაადგება და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ქვეყანას ხელშეუწყობს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი ამოცანა კანონმდებლების, რომ მოусმინოთ ბიზნეს სექტორს, შესაბამის სუბიექტებს, ხომ არ ხედავენ ისინი პრაქტიკაში გამოვლენილ გარკვეულ საკითხებს პრობლემატურად და ხომ არ არის საჭირო ამ საკითხებზე მუშაობა. თუ კი გამოვკვეთ ხარვეზებს, მოვახდინოთ დროული საკანონმდებლო რეაგირება, რომ ხელი შეუწყოთ ბიზნეს სუბიექტებს მაქსიმალურად კომფორტულად იმუშაონ. არის საკითხები, რომელიც საერთოდ კანონში ცვლილების გარეშე შეიძლება მოგვარდეს, თუ კი ამ ფორმატების შეხვედრებს გავაგრძელებთ და მთავარი შედეგი დღევანდელი შეხვედრის სწორედ ეს არის, რომ შევთანხმდით ფორმატებზე, როგორ გავაგრძელებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს უშუალოდ ექნებათ შესაძლებლობა ძალიან ბევრი პრობლემა ამ კანონთან დაკავშირებით თუ კი რაიმე შეიქმნებათ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით ეს პრობლემები მოაგვარონ.